მოკლედ სანამ დანიელი გამოვა ცეკვიდან, მინდა ვისაუბრო ისეთ რაღაცაზე, მოკლედ მეორე ნახევარზე. მეორე ნახევარი, რომელიც ყველას ყავს, თუმცა იმის გამო, რომ ქალები ვიბნებით, კაცები დაბნეულები არიან ხოლმე, ძირითადი მოსახლეობის რაოდენობა არ არის თავის მეორე ნახევართან. არ არის თავის მეორე ნახევართან, ნიშნავს არასრულებენ მისიას, ბრინჯებივით არიან და ასე შემდეგ. ნახეთ, ჩვენ უნდა გავფრთხილდეთ ჩვენ ენერგიას. ენერგია არის შემოქმედებითი ენერგია. ყველანაირი ენერგია. გესმით? ამას თუ არ გავუფრთხილდით და გავფლანგეთ არასწორ ადამიანთან, ვიქნებით ჩვეულებრივ ცხოველურ საწყისებში. ნახეთ, მე ვარ რადგან გავიხსენი ურთიერთობისთვის 10 წლის შემდეგ. მანამდე ჩემ თავზე მუშაობდი. საუკეთესო ვისწიარო შემექმნა საკუთარი თავის. ხო და ნახეთ, გავიხსენი ძალიან დიდი სულიერი სამუშაოები ჩავატარე ჩემი თერაპევტი ქეთევან ასანიშვილის დახმარებით, რა თქმა უნდა, ღმერთის დახმარებით და გავიხსენ და უცბად გამოჩნდა, დავიწყე, მოკლედ მოძრაობა დავიწყე რა, სუსახში ვიყავი. დავიწყე მოძრაობა და რა თქმა უნდა ეგრევე, ეს ხოთიშერს ერთმა დამიწერა ეს კომენტარი. სილამაზე გამოიყენო. ნახეთ, ჩემთვის, მე ლამაზი არ ვარ, მე ვარ როგორც რა ვიცი რა, ყველა. უბრალოდ რასაც ჩემში ხედავენ, ეს არის სინათლე და ეს ყოველთვის ხელს მიშლიდა ხოლმე, სადაც დავიწყებდი სამსახურს, ყველა პარებულობას, საყვარლობას, სწავლობას და მოვდიოდი ხოლმე მე იქიდან, ყველაფერში იყო ხოლმე ჩემთვის ხელის შემშლელი და რატო ასე ვთვლი, ასე მეგონა. და ვერ ხვდებოდი, იმიტომ რომ არასწორ ადამიანებთან მქონდა, იმიტომ რომ შეხება, იმიტომ რომ არასწორად ვიყავი თავად, გესმით და ამიტომ ყველაფერში ხერხს მიშნიდა, სამსახური წინ ვერ მივდიოდი რა, ამის გამო თუ როგორ უნდა წახვიდე წინ, როდესაც უარს როევნები ადამიანს, ის მერე შენ ჩაძირვას კაცს ეს აქვს. თუ უარს ეუბნები, მერე ყველაფერს ცდილობს, რომ არასწორ კაცს ყველაფერს ცდილობს, რომ გაგანადგუროს, რომ განახოს, რომ თითქოს რაღაც ისულელე. და შენი ადამიანი არასაც რო ეტყვი, ღმერთო ჩემო, ყველაფერს გააკეთებს, რომ შენ წინ წახვიდე, იმიტომ რომ უპირობოდ უყვარ ხარ, უპირობოდ ღებულობს, გესმით? ეს განსხვავებას უკვე ხო ხვდებით. ის ეგოისტურად უნდა რომ მიმტაცებლური ცხოველური საწყისებით რომ შენ მასთან იყო, როდესაც შენი არ არის და ვინც შენი არის, ყველაფერს შეცდება რომ შენ მისი აღასრულო, დაიცავ შენ სინათლეს და ასე შემდეგ. მოკლედ სხვაგვარად იქნება ყველაფერი და ახლა დავიწყე მოძრაობა და რა თქმა უნდა, ესე იგი სტიკერები მინდა რა, სტიკერები და მივაგენ ერთ-ერთ კომპანიას ბეჭდავს სტიკერებს და მივედი დაუნთაუნში აქვთ და ესეთი დღე იყო, მომიწია წასვლა დედაჩემს, დანიელს მოვკიდე დედაჩემს ხელი და მომიწია რაღაც 1 საათი ვიარე მოკლედ რა. სადაც მე გავიგე საცხოვრებელი იყო ის საოცარი კორპუსში ცხოვრობდა ეს ადამიანი და ცხოვრობს. მივედი ჩამომიტანა ეს სტიკერები, რაც შეუკვეთე რაღაცა და უცბად როგორ რაღაცა დავიჭირე, იცით, არ მახსოვს ეს ადამიანი საერთოდ სიმართლე ვკითხავთ, ვიზუალურად საერთოდ არ მახსოვს. უბრალოდ მახსოვს თვალები, როგორ მიყურებდა, იცით, როგორც ექიმი რო უყურებდა ჩემ ნახატებს რა, თითქოს რაღაცა სხედავდა და მე ვცდილობდი რომ გამეგო რა სხედავდა. და ესე იცით, როგორ შენელებული კადრი და მიყურებს თვალებში და კითხულობს რაღაცას, ოღონდ თავადაც არ იცის. რაღაც დაინახა და თვითონაც არ იცის რა დაინახა. ის რასაც ენერგია, განსხვავებული ენერგია, გესმით, სინათლე დაინახა ჩემ. და რა თქმა უნდა, ეხლა დაიბნა. და წერს, რომ ოღონდ მე თუ არ მახსოვს ადამიანი ნიშნავს, რომ საერთოდ რა შუაშია ჩემთან. მეორე ჯერ თუ არ მოგესალმეთ, ნიშნავს, რომ არ მახსოვხართ უკაცრავად, საერთოდ არ არის რა. ის ადამიანს ჩემი მეგობარი იქნება, შეყვარებულს ეღო ზედმეტია და ქმარზე ეღო ზედმეტია საუბარი. ხო და არ მახსოვს საერთოდ ეს ადამიანი, თვალები მახსოვს უბრალოდ, რომ რაღაცას კითხულობდა, რაღაც გამომაშტერდა რა თვალებში ესეჩი. და მე ის არის შეუკვეთა ჩემთან ეს ჭიქა, რომელიც დავუმზადე რა თქმა უნდა და მეუნება რომ ესე იგი ჯერ მითხრა რომ წამ დეიტზე თუ შემოთხარა დეიტზე მე 10 წელია არ წავსულ არავისთან მეთქი და არ დავდივარ მეთქი ესე დეიტი. მასთან
რატომ უნდა წავიდე? ხალხთან იცით როგორი ფულიანი ბიჭია, საოცარი და ნახეთ იმის გამო რა ესეთი ფულიანი, მოკლედ ჯერ უფასოდ სადა დეიტზე რაღაცა და მე მითხრა რომ აი რაღაც განსაკუთრებული ის გაქვს რა გამოხედვა რაღაცა და მოდელად და მე ვთქვა გააჩნია მეთქე ხა მოდელად და არა მარტო მოკლედ ქარხნები აქვს warehouses რა და მე მეუბნება რომ ჩემთანო მინდა რომ იმ ისეთი საოცარი ენერგია გაქვს რომ ძალიან მგონია რომ ძალიან მზრუნველი ადამიანი იქნებიო ძალიან კარგი იქნებიო გაყიდვებშიო ხალხთან ურთიერთობაში და ასე შემდეგ და ჩემთანო მინდა რომ full time დაიწყო მუშაობაო რა სამსახურში თავაზობს და რო დაიწყო მუშაობასო მე ვთქვა ეხლა შენთან თქვენთან თუ დავიწყო მეთქე მუშაობა მე ჩემი საქმე მაქვს მეთქე არა რომელ warehouse-იც გინდა იქ გაგანაწილებო, რომ უბრალოდ მინდა რომ შენი ენერგია იყოს ჩემთან. ნახეთ ხალხო, ეგრევე წითელი ხაზი. ანუ დაუკვირდით რას გეუბნებათ ხოლმე ადამიანი. ანუ ეს ადამიანი მაწყებინებს მუშაობას იმის გამო კი არა რომ აი რა კარგად ვაკეთებ მე ეპოქსიდსა წინ წამწევს. არა, ჩემი ენერგია მოეწონა, ანუ ჩემი სინათლე მოეწონა. თქვენიც ახლა ეს ადამიანი მე წინ წამწევს, დამცლის, გამანადგურებს, მიმაგდებს. აი ამიტომ გეუბნებით რა დაუკვირდით რას გეუბნებათ მამაკაცები თუნდაც ქალი ეგრევე დაიწყეთ კითხვებით ეგრევე იმას ამ კაცთან არც როგორ გითხრათ აი სამსახურეობრივი შეხებაც კი არ მინდა მქონდეს აი რა თქმა უნდა ადამიანი მქონდეს რომელიც აიღოს ეცდება რომ აიღოს ჩემგან სინათლე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი და ესე იგი ხო კიდე რას მეუბნება ხო და ამ ხარი დავფიქრდები მეთქი რა. მე მეუბნება რომ ხო ეს ვერ გაჭრა. მე მეუბნება რომ $1000 გადაგიხდიო. აი $1000 რა და მოკლედ საცურაო კოსტუმებში ანუ ახლა ცოტა ეს მეთოდი, კაი ახლა ეს უფასოდ ეს გოგო არც შეყვარებული იქნება ჩემი არც არაფერი არც დაიწყებს ჩემ დამუშავებას, იმიტომ რომ მიმიხვდა და იქნებ ფულით მაინც იმას გნაო რა ქვია. დავაი $1000 მიხდის ერთ საათში რომ საცურა მეუთხარი ჩემთვის ჩემ აი ნახეთ აქ ღმერთი ხედავთ. ანუ აი ახლა ვიღაცა დაფიქრა $1000 აი ბიზნესში ჩავდებ არა ნახეთ როდესაც ღმერთი დანიერ გამოდა. როდესაც ღმერთი დაგიბრუნდებ მაგრამ უცბად გეტყვი. როდესაც ღმერთი ყველაფერზე წინ არის, ნახეთ რა ხდება. როდესაც გამარჯობა. როდესაც ღმერთი ყველაფერზე წინ არის. რა პასუხს გასცემთ იცით? აი შემდეგ ნარს ჩემთვის ჩემი მიზი არის მთავარი. მე ვერ ვხედავ ჩემ თავს აი ეს საცურაო კოსტიუმის მოდელად. ადამიანის სულიერებაში რა საცურაო კოსტიუმი ხო კარგად არის. უფასოდ გავიხდი სხვაზე, მაგრამ არა იცი რომ აი ეს ადამიანი ცდილობს რომ როგორმე ჩამიწურეს ერთ ადგილში. დიდო ბოდიში. ბაჟორა რო არ გავაქცევო წითელ ნიშნებს, წითელ დროშებს, red flags, ამით როგორ არის წითელ დროშ. ანუ დააკვირდით, არ დააიგნოროთ. არ გეგონოთ რომ ის შეიძლება არავინ არასდროს არ შეიცვლება რა. თან კაცი, ქალი ყოველთვის ეგრევე მიგანიშნებთ, ვინ არის, რა არის, რას წარმოადგენს და რა უნდა თქვენგან. გესმით, რა უნდა თქვენთან. ეგრევე ყველა ხედავს რა ყველაფერს, ამიტომ დაფიქრეთ, ნუ კარგავთ ენერგიას, ნუ კარგავთ დროს, ასიცოცხლოს შემოქმედებით ენერგიას. როგორ უნდა მოვიდეს თქვენი ადამიანი, როდესაც გაფლანგეთ ამდენ ადამიანთან ვერ მოვა, ვერ გიპოვით, გესმით? და ნახეთ და ესე იგი რას შევჩერდი? თავარი, ნახეთ, როდესაც პირველად ეს მახსოვს კარგად. როდესაც პირველად ნახე ეს ადამიანი, ანუ რო გამომერთვა ეს. მე ხო იცით, აი დეტალებს ვაკვირდები ხოლმე რა, აი ვიღაცა რომ მოწერს, იმიტომ რომ ღმერთი, სხვათა შორის ახლა დამირეკა, ამასაც მოგიყვებით ვიღაცამ და ის არის რა ქვია. ძალიან კარგად მითხრა რომ მე ვთხარ რომ ასე მეთქი მე ველი ჩემ მეორე ნახევარს მეთქი არავის ხო დამპატიშა რა ამანაც დეიცე და მე ვთხარ არავის რა ყავას საერთოდ არ სვა მეთქი და ჯერ ერთიც მეთქი ველი და როგორ ანუ სახლში იქნება ღმერთმა გამოგიგზავნა უკვე და შენ რო არავის არ ხვდები და რაღაცა როგორო რა ეს დავფიქრდი მაგრამ ხო აი ასე ველი სახლში შევდო
რატო ხომ მოძრაობა დავიწყე მოძრაობა ფაქტის სახეზე არის და ეს არის ხვდები ჯერ არასწორ ადამიანებს გამოგიგზავნით რომ გამოგცადოთ ღმერთმა რომ აბა ნამდვილად გინდა აბა ფულს დათანხმდები ის ფული იყო ეხლა ნახეთ ეხლა მეორე სულიერი ეს ვინც ეს ყველაფერი მითხრა ეს სულიერება იყო და ნახეთ ეს იყო რა ქვია თმების სტილისტი იყო რა აი ეხლა ნახეთ რას ვაკვირდები ანუ მუშაობს ხელებით რა მეც მუშაობ ასეთი პოლიცია არ მოდიოდეს სასტრაფო ხო და რას ვამბობ და იმ ბიჭმა ხო საერთოდ არ შეხედა ჩემს შულს გესმით ანუ გალებო დააყენეთ თქვენი მისია თქვენი ოჯახი ყველაზე წინ პირველი არ შეშინეთ მე რომც არ გამოჩნდეთ თქვენი მეორე ხა იყავით მარტო ღმერთით იარეთ ღმერთით ხო და აი სანამ ვიდეოს გადაღებას დავიწყებ ცოტა ეხლა დამირეკა ამ ადამიანმა და არ ვიცი რა მოელანდა ეტყობა ხმაზე რა ვიცი და მე უნდა რომ ძალიან ოთახს ვაქირავებ და დიდი ბოდიშია და საერთოდ ოთახიდან რატომ ისიგნალებს ის კაცადეთ მე წითელია აშკარად ვხვდები მოხეთ რატომ ისიგნალებს ხო და ესე იგი ეს მირეკა ხო დამირეკა და მე საიდან დავიწყო ამაზე საუბრა შუაში როგორ ხო დამირეკა და მე უნდა ოთახზე მეკითხება რაღაცა და მეუბნება რომ მე ახალი ჩამოსული ვარო სტილისტიო და სტილისტი ვარო საერთოდ ინსტაგრამი ვნახე მისი სტილისტი კი არა ღმერთო ჩემო ზე სტილისტი არის ამ იქნებ თქვენ ჩემი კლიენტი გახდეთო ხო ასე რომ იქნება ეს არის რა ქვია კლიენტი იყოთ და მე შეიძლება თქვენ იყოთ მეთქი ჩემი კლიენტი მეთქი რაღაცა და ამ ეტაპზე რა თქმა უნდა ხა დასაწყისი ეტაპი აქვს სად ექნება იმის ფული რომ ჩემი კლიენტი იყოს ანუ ეპოქსიდი რო შეიძინოს თუმცა ხა ნახეთ ხო და მე მეუბნება რომ ეპოქსიდი ძალიან მომწონსა ძალიან მიყვარსო რა ხო და დაინტერესა გესმით ამ ეპოქსიდმა და ეს არის რა ქვიაო მე თორე ესე დამწყები ვარ მეთქი მეცნი კიდე გავიწიო თორე ეს ბაბუა რაღაც ძალიან ისე მიყურებს გაბეზიანებულია კაი და დაინტერესა და მეუბნება რომ თუ შეიძლებაო რომ ყავაზე დაგპატიშებთო ეზე უცბად რა არა მეთქი მე ასე არ ხვდები არავის ყავაზე მეთქი ზოგადად არავის არ ხვდები მეთქი და აი ამაზე დაიწყო რა ჯერ სხვადასხვა რაღაცა მითხრა YouTube-ზე 10 საათიანი არის ღმერთთან საუბართ რაღაცა მოკლედ ეს ბიჭი არის სულიერებაში ნახეთ ახლა ვუკვირდები არის სულიერებაში გავს რაღაც თვალებით რაღაც ოდნა გავს აი როგორ უნდა დააკვირდეთ რა ესე იგი სტილისტი არის დამეხმარება რაღაც ორივე მუშაობთ ხელებით და ძალიან აი როგორ გასწავლეთ ჩემი ესეთი კეთილი სახე აქვს აი რაღაც სინათლე არის ეს ბიჭი რა არის სინათლე თუმცა დაწყე ანუ ხა გავავლოთ პარალელი იმას უკვე ფული აქვს ამას არაფერი არ აქვს ჯერ თუმცა აქვს უდიდესი პოტენციალი ეს თავარი არის გესმით ნახე აი ვერ ვიგრძენი კი კეთილი არის რაღაცა მაგრამ ვერ ვგრძნობ რომ ჩემი არის მან შეიძლება საერთოდ და მითხრა რომ თუ არ დამელაპარაკეო მე ამ ბიჭმა ისე გამიგრძელა მე რო არ ვიცი რა რაღაცა იგრძნეთყობა რა ანუ ნახეთ ეს არის გამოცდა აბა დამთავრდები ნახავ ამ ბიჭს ამ ბიჭს ერთ სახში არ შემოუშვება სულელია ჯერ არაფერი და უკვე ფლირტი იმაზე მეპატიჟება და ეხლა სახში რო შემოუშვა ეს დამანებებს მე თავს ხო ამიტომ ნახეთ ამ ყველაფერს ეგრევე შევედი ვაკვირდები თვალებს აბა მგავს აბა მე უნდა რაღაცნაირად მაინც მგავდეს რა ანუ ის არის რომ ხელებით მუშაობ თმას მოსაწესრიგებელი მომიწესრიგებს ვიხოცე ამაზე ანუ როგორ დავასაქმე ეგ ბიზნეს ანუ მე არ მაინტერესებს ეს ხელებრივ მე მაინტერესებს წინ როგორ წამწევს ანუ მისიას როგორ შევასრულებ აი ეს არის ჩემთვის და როდესაც ადამიანები ქალებო კაცებო ყველას მოგმართავ როდესაც ეს იქნება თქვენთვის მთავარი ამოსავალი ის კი არა რომ გავხდი და რა დამხდება არა მეთო ჩემო
ეს რომ დომოდა მამა დანიელის მამა ისეთ ტანძი არის, ასეთ ტანძზე ბევრი ვერ იქნება რა. ძალიან მაგარი და რაღაცა რა მინდა ახალი ურთიერთობა, როდესაც შემიძლია ძველთან გოძეთ, თუმცა ხან დანიელს მამას უკვე ყავს ოჯახი და იმასთანაც აღარ არის ეხლა, მაგრამ რისი თქმა მინდა რა, დაბრუნება რომ დომოდა დავბრუნდებოდი, ძალიან მიყვარს დანიელის მამა, როგორც ადამიანი. მეგობარი, მამა, ჩემი შვილის. ხო და ის არის როგორ ისი თქმა მინდა და ჩემთვის თავარი არის რომ იყოს ჩემ გვერდით ისეთი ადამიანი ვინც დამეხმარება მისის აღსრულებაში. ხო და ბევრი რო არ გავაქცევ ნახეთ ღმერთი ვცდის გესმით? შეიძლება გეგონოთ რომ აი ეხლა მაგალითად ეს გოგო იწუნებს იმას და შეიძლება დარჩეს საერთოდ ისე. დაე თუ არ არის ჩემი ჩემი ადამიანი რაც არ უნდა გავაგდო მაინც მოვა მე ძალიან მწამს და მჯერა ამის აი ძალიან ჯერა და ხოთეს ის საყვარლად მითხრა ბიჭმა რომ ის არის რო ქვია რო არ ვიცი რა მოეწონა აი ტელეფონი საოცრება არის ენერგიებს ხოთ ადამიანები რა და რომ მოგწერთო ხო არ დამაიგნორებთო და შანსი არის როგორ დავაკეთეთ რა კეთილი სიკეთის ადამიანი არის იცით რა ნათელი ადამიანი არის საოცარ წარმატებაელის რა მთავარი არის რომ თვითრწმენა უმახდეს და ჯერ ისეთ ეთქმეებს აკეთებს ხალხო საოცრად მე გაგიზიარებ რა და გაგიზიაროთ მაგრამ აი დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი მაგრამ კაცი იბნევა და უნდა სხვა რამე ამიტომ არის ამიტომ არის ქალს უნდა ყავდეს უკვე კაცი შენი მეორე ნახევარი რომ აღარ შემოგხედავს კაცის სხვანაირად და მე მართლა აწარმოებ ბიზნესს მაგრამ როდესაც ხარ მარტო ამ ეტაპზე ხელა დედა ყველა მაინც სხვანაირად გიყურებს რა ამიტომ არ მწამს მე ქალის და კაცის მეგობრობის რა ამიტომ არავისა მეგობრობა არ გინდა თუ ვიღაცას და მეგობრობა მიაქვს თქვენი სინათლე არავისა იყავით თქვენთვის გამოშება თქვენ მეორე ნახევარი გამოშე თუ არა და ხო ამიტომ დეტალებს დაუკვირდით რა დეტალებს და მთავარი ემსახურება თუ არა თქვენი ურთიერთობა თუ გადაწყვეტ ღმერთს თქვენ მისიას შემოქმედება არა დაიკიდეთ დაიგნორეთ იმის გამო რომ მარტო ყოფნა არ გინდათ იმის გამო რომ რაღაცა დახარჯოთ თქვენ შემოქმედების ენერგიას ამაჯობია მარტო იყოთ და აუცილებლად მოვა თქვენ ბადრობ